დიდი რესურსი აქვს ზოგადად მინიმუმ ჩვენახალხის სასახლის ზემოთ ძალიან კაია რომ აღმოჩნდეს ამიტომ ან ჩვენ გვაქვს გურამის გადახურვა იქნება გვაჩვენებს ბატონო ან დაკომპლექტდა და პირველ რიგში კიდევ მნიშვნელოვანი მარტი იყო და არა რაღაცა ყოველ შემთხვევაში დაგვანახებს რაღაცა იყოს და წევრები იქნებიან ბოჭორიშვილი თემური და ჭიჭინაძე თამარი. და შეიძლება უკლეს ვადაში სააპელაციო ორგანო, საერთო აპელაციო ორგანო არსებობდეს და ჯერჯერობით უეფას მოთხოვნით. დაგია რომელიც ასევე იყო სააპელაციო ორგანოს წევრი და დიდი გამოწვევის ფაზე ამ ბატონი თავმჯდომარე უკმაყოფილო იქნება და რეკომენდაციას აღმასკომა დაამტკიცა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, მე მინდა მას წარმატება უსურვო და მინდა რომ ეს შედეგი ჩაისახოს საქართველოს ნაკრებში, მინდა მომდევნო შესაძლებელი ციკლში მას წარმატება უსურვო, მისი კონტრაქტი შესაძლებელი ციკლის ბოლომდეა. დანარჩენზე დეტალურად ბატონი პრეზიდენტი მას თავმჯდომარის პრეზენტაციის დროს ისაუბრებს. სადისციპლინო და დავების განხორციელებულ კომიტეტს უხელმძღვანელობს ბატონი კიკალეიშვილი დავითი, რომელიც ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელია და მე მინდა მას წარმატება უსურვო და მადლობა გადაუხადო იმისაც, რომ დათანხმდა ამ საპასუხისმგებლო მისიას. ბატონ კახაჭუმბურიძესთან და ნიკა ჟღარკავასთან ერთად კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება ბატონი აკაკი ალადაშვილი, ამერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.